გამარჯობა. დღეს მინდა ვისაუბრო ქაოსთან დამოკიდებულებაში. ვინ შექმნა ქაოსი? მოგეხსენებათ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან როგორი არეულობა იყო და როგორ განვითარდა მთლიანად მთელი საბჭოთა კავშირზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ქაოტიური მდგომარეობა. და ვინ ისარგებლა, ვინ ისარგებლობს და ვინც ისარგებლებს მომავალში ნათლად გამოჩნდა. მე მგონი ახლა ვისაც საღათაზროვნება შეუძლია ძალიან კარგად მიხვდება და დაინახავს. პირველი ამოცანა რაც იყო, ეს გარეშე და შინაძალებმა, ეს ქაოსის მომხრეებმა ეკონომიკა მოარღვიეს მთლიანად მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყოფილ რესპუბლიკებში. რაც მთლიანად დაეტყო ყველა რესპუბლიკას, ყველა იმ დროისათვის ყოფილ რესპუბლიკას და განსაკუთრებით საქართველოში. ერთი არც ქარხანა დატოვეს ჩვენთან, რომელიც მოქმედებს და მუშაობს და არც ფაბრიკა. სულ მთლიანად მთელი ერი დატოვეს მშიერი და ტიტველი. მიუთითესო საზღვარგარეთ წასულიყვნენ და ემუშავათ 21 საუკუნეში როგორც მონებმა. აბა რა ქვია εμას, ახლა მიდიხარ და მოჯამაგირეთ, უდიხარ მდიდარი ქვეყნის წარმომადგენლებს ოჯახებში შედიხარ და მუშაობ მათთან მოჯამაგირეთ. ეს ყველაფერი გამოიწვია ზუსტად იმ ქაოტურმა მდგომარეობამ, რაც თვალნათლივ ჩანს დღეს და იქითკენ მიდის მთელი მსოფლიო. აქაც იგივე ხდება. ყველგან სოციალური საკითხი არის დაძრული და სოციალურ საკითხთან დაიწყო უკვე მოძრაობა. აგერ გადავხედოთ ჩვენს მეზობლად. ახლა პირდაპირ საზღვარი არა გვაქვს, მაგრამ არც ბევრი არ აკლია თითქმის. სომხეთის შემდეგ იწყება უკვე ირანის საზღვარი. და რის საფუძველზე არის დაწყებული ეს უდიდესი ქაოტიური მდგომარეობა. რევოლუციას რასაც ეძახიან უამრავი ხალხი, თუ არ ვცდები 90 მილიონზე მეტია მე მგონი ირანი მოსახლეობის რიცხობრივად რა რაოდენობრივად. ახლა რამდენიც არ უნდა ელაპარაკონ, რომ აქ ჩართული არის ამერიკის ძალები, ინგლისის ძალები, საფრანგეთის და ასე შემდეგ, გარეშეც ძალები დიდწილად მაინც ეს ხალხიდან იყო ეს ისა მოძრაობა, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდათ ეკონომიკური სისუსტე, ეკონომიკური უძლურება მიწვევს ზუსტად ამ იმას დაძაბულობას და ხალხში ასე ვთქვათ აჯანყებას. ახლა ვისაც ღირსება გააჩნია, ვიც ძალიან ძლიერი არის ერის მუხტი, სადაც უფრო ძლიერია და გაერთიანებულია, ის ასეთ მდგომარეობას შეაყენებს თავის ხელისუფლებას. აბა ჩვენთან რა მონებივით მიდის მთლიანად მთელი ცხოვრება. ხედავთ 33 წელიწადია ერთი და იგივე ხალხი უფრო ძლიერდება, მდიდრდება, აღარ იცი არ ქონება საწაიღო, რაში დააბანდონ, უზრავი ქონება არის თუ მოძრავია თუ არა. ყველანაირი ქონებას აგროვებენ და აგროვებენ. ვის ხარჯზე? ისევ და ისევ საშუალო ფენის ხარჯზე, რომლებიც ხმას არ იღებენ წლების მანძილზე. მარტო 1000 კაცი 2000-ის გამოსვლა არ შველისა. აი რა შეხედეთ ახლა ირანში რა ხდება, როგორ დაიძრა ხალხი. ეხლა მართებულია მათი გამოსვლა, არ არის მართებული, ეს სხვა საკითხია. მართებულია იმ კუთხით, რომ ეკონომიკურად რო გაუჭიდათ იქაურ მაცხოვრებლებს პროტესტს გამოთქვამენ. და ახლა ვალდებული იყო ეს ხელისუფალი ყველა ეპოქაში, საერთოდ ყველა სახელმწიფოში ვალდებულია, რომ ყველანაირ ზომებს მიმართოს, რომ ეკონომიკა იყოს ძლიერი. აბა ჩვენთან არის კარგი, ახლა წლების მანძილზე ჩვენი ეკონომიკა კი არ ვითარდება, ფსკერისაკენ მიდის. განვითარება ეტყობათ და გაძლიერება ეტყობათ, ვინც ხელისუფლებაში არის მოკალათებული და მათი ახლობლები, მათი სანაცვლო და ასე ვთქვათ, აი ჩვენთან ნომერ პირველ ადგილზე არის ნეპოტიზმი.
აი ნეპოტიზმი ყავის პირდაპირ მეფე არის რა. თავი მიდის ერთი ადამიანი, იმას ხელს უწყობენ, მერე მისი ირგვლივ მიდის მისი სანათესაო, სამეზობლო, სამეგობრო და ასე შემდეგ ეს წლების მანძილზე ეს ყველაზე საშინელება იყო საერთოდ საქართველოსათვის არის დამღუპელი, არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ყველა ქვეყნებისათვის არის დამღუპელი, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში. ეს არის ღოღოეთყობა და რა ვერაფრით ვერ მოეშვნენ ამ ნეპოტიზმს. აქ ჩვენთან იმიტომ არ ჩამოყალიბდა კაპიტალიზმი. ავესაც არის ჩვენთან და რომელიმე საწარმო არც უნდათ, არც აწყობთ. იმიტომ იცის, რომ უნდა მიიყვანოს მე თავისი ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი, თავისი უახლოესი მეგობარი, მეზობელი და ეს მე რო იქნება ნასვამი, შეიძლება არ მივიდეს მეორე დღეს სამსახურში არ გამოცხადეს და ეს კაპიტალისტურ სამყაროში ესეთი რაღაცა არ არსებობს იქ. არ მიხვალ იმაში მერცედესის ქარხანაში მუშაობდი ადამიანი და გინდა ძმა იყავი. იმის მე პატრონის. ეგრე არ არის, გასულ შენი გაუფუჭებ იმ საქმეს. მარტო მერცედესი არა, გინდა ტოიოტა იყოს და გინდა ნებისმიერი რა. ნებისმიერი მასში წარმოებაში. ჩვენთანაც იმიტომ არ ჩამოყალიბდათ, არც უნდათ. ეს არის ფაქტი. იმიტომ ახლა თუ იმას იცამ ახლა აპატიებ არა, ჩაგივარდება შენ წარმოება არ გექნება. აი მეორე იქნება ვიღაცა შენ თუ ესე იქცევი, მოიქცევი და მიყვები ახლა იმას სანათესაო, ასე რომ ვთქვათ, მას კლანის მოთხოვნებს, ვერანაირად ვერ განვითარდები და განვითარდება მეორე ვისაც აქვს ასე რომ ვთქვათ ლაგამია ამოდებული ამ მდგომარეობისათვის ის იქნება გამარჯვებული, მისი წარმოება გაიზრდება, მისი ნაწარმი გასაღდება, მას შემოვა თანხა, ის გაძლიერდება. რაც ჩვენთვის ჰაერივით არის საჭირო, ჩვენთან უნდა შევიმუშაოთ, ჩვენ თუ გვინდა რომ სახელმწიფო გქონდეს და განვითარდეს და სუვერენული გავხდეთ და ნამდვილად დემოკრატიულად ჩამოვყალიბდეთ და სახელმწიფო იყოს განათლებული, განვითარებული, ჩვენთან აუცილებელია შერეული მოდელი, როგორც კაპიტალიზმი, ასევე სოციალიზმი, სადღაც ალბათ 60-70% ალბათ სახელმწიფო შექმნება საწარმოები და მართლობა, მართვა-გამგეობა და რაღაც 40 ან 30% აუცილებელია ჰაერივით ჭირდება, რომ აი სიცოცხლის უნარიანი გახადოთ თვითონ სახელმწიფო, რომ აი მოტორი იყოს ერთგვარი, რომ ამუშაოს და ამოქმედოს რაღაცა წინსვლებით გააჩნდეს თითოეულ სფეროს. ისე რომ აი საბჭოთა კავშირში რაც იყო განსაკუთრებით აი ჩემი ახალგაზრდობის დროს, აი ბრეჟნევის დრო რასაც ერქვა და უზრაობისგან რასაც ვეძახდი და რომელმა დრომაც და პერიოდმაც საბჭოთა კავშირი დაანგრია, დაშალა და გამოუთხარა ძირი, მსგავსი რაღაცა ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება, დამოუკიდებელი რო ვართ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი საწარმოები, ძლიერი ტვინები და ძლიერი ეკონომიკა. ეკონომიკა ძალიან ბევრს განსაზღვრავს. ეკონომიკა მოგცემს ჩვენ ერის გაძლიერებას, ერის სიძლიერეს, ერის განვითარებას, ერის გამრავლებას და ყველა სფეროს აბსოლუტურად ამოქმედებს და გააძლიერებს. თუ არ გვინდა რომ მოხდეთ ჩვენს აი ესეთ მდგომარეობაში რა მდგომარეობაში და ჩავარდა ირანი და ჩავარდება კიდევ ბევრი სახელმწიფო. იმიტომ რომ იქ სათავეში რომ მოექცევიან და მე ძალიან კარგად არიან და იმაზე კარგად ვიდრე წარმოუდგენია ადამიანს, მასე არ არის. მე უკვე ხალხს შიგნით აუძულურებენ. არც ეკონომიური სიძლიერე აქვს იმ ადამიანებს და სულიერადაც ახლა რამდენი უნდა გაძლონ. კარგი 1 თვე, 2 თვე, 3 4 თვე, 1 წელი განმავლობაში მუდმივად ვერ იქნება ესეთი მდგომარეობა. ჩვენთანაც ვერ იქნება ესეთი მდგომარეობა მუდმივად და ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებაში ვინც არიან დღეს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თორემ ჩვენთანაც მოხდება ისეთი მდგომარეობა, როგორც იქ არის. აქაც დაიძურება ამ სოციალურთან დაკავშირებით. ახლა მე გინდა იყვირო და თქვან, აი ეს ამერიკელების ის არისო
დავალება არის ინგლისელების ოფრანგელი შუაში აი ამერიკა და ინგლისი ხალხი მიიყვანეს იმ მდგომარეობაში და დღეს არიან და მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა გარეთ ყველას უნდა ცხოვრება ნორმალური პირობები ყველა მოვალი არის ყველა ხელისუფლება მოვალი არის რომ მისცეს რაზე დაიწყო ეს მდგომარეობა ესეთი მოძრაობა იმიტომ რომ გააცვიეს ყველაფერი პროდუქტები ჩვენთან გადახედეთ კაცო რას ვითვლენ სუფთა მონური სახელმწიფოა ამას პირწმინდად შეგვიძლია დავარქვათ დღეს რომ საქართველოს მონური სახელმწიფო რა წყალი რო წყალია შედი დავა მაღაზიაში სუპერმარკეტებში შედი სამმარცხვინო არ არის ლარნახევარი ლარი და 80 წყალი ღირდეს ლიტრა ნახევარი წყალი კაცო წყალს მიაღე დამიწა როგორც იტყვია ან პური შეიძლება ესე ძვირი იყოს ლარი 10 ლარი და 30 ძველად კაცო პური ერთი ბუხანკა პური იყო ამაზე მეტი იყო წონადობაში 30 კაპიკი რამდენად არის მომატებული თქვენ ასე ხართ ჩვენთან აი ადამიანები უბრალოდ სუნთქავენ ამბობენ დემოგრაფიული პირობები უნდა შეცვალოს რითი შესული თუ არ გექნება ეკონომიკა ქარხანა არ გექნება ფაბრიკა არ გექნება ფანქარი რო ფანქარია იმას ვერ აწარმოებდა შენ ახლა მანქანის წარმოება გექნება და იმის ავტობუსის და თვითმფრინავი სახელმწიფო მაგით არის ძლიერი როცა შენი წარმოება გაქვს აი დაიწყო ახლა თქვა და იქ განვითარდა ძალიან სასტიკად და ემად მე უამრავჯერ მაგ ახლა წინა იმებში ვიდეო რგოლებში ჩაწერილი რაც მოხდება და როგორც მოხდება აი რა ისა კი არ მიხარია და მიხალისება ეგეთი რაღაცა მაგრამ ხო ხელდა კაცო იმას ხო ვაკვირდები ვკითხულობ თან ანალიზ ვაკეთებ და ესე წავწავა ეს განვითარება ხვალ ეს ეგ გამოვა იგივე მდგომარეობაში შეიძლება შეიქმნას იმაში თურქეთშიდაც აი წარმოიდგინე ერთი მარცხენა არის ამოდენა სახელმწიფო მეორე მარჯვენა არის იქ ხო ხედავთ ადრეც აქვს იმას გაკეთებული რა ქვია ბზეზინსკისაც აქვს გაკეთებული ქურთესტანის სახელმწიფო შექმნა უნდათ აი ქურთესტანი ისიც სადამდეოდ გადმოყვანილია რა შავ ზღვაზე აჭარა მიაქვს კაცო იქ ისეთი რუკა არის მოხაზული ამას რა ეს ზღაპარს კი არ უყვები შედი და ნახეთ ინტერნეტშიდაც არის ესა და მოიწიეთ ის ციგნი და ნახავთ იქ ყველაფერია იქ დადებული რასაც უყურებს ზუსტად იქეთკენ მედის მთელი პროცესი ერთი კარგი ისა სცენარი აქვს დაწერილი ამას შეუწყობ თვითონ იმ სახელმწიფოებმა ხელი აი პირდაპირ აი გამოიწვიეს ესეთი სოციალური უთანასწორობა საშინელი მდგომარეობა და გამოიყვანეს ხალხი წყობიდან და გამოვიდნენ ისინიც ამას სად არის ხა შენ იმაში ხელისუფლებაში კარგად ქონდეს ყველაფერი აწყობილი საქმე და ეს დანარჩენი ხალხი შიმშილობდეს რაც ქონდათ ეთყობა ის საჭმელი სასასმელი ისიც ძალიან გაუძვირდა და ჩვენსავით არ მოიქცნენ გამოვიდნენ და წარე პროტესტი გამოთქვეს და ძალიან ბევრი სახელმწიფო გააკეთებს მასე და ჩვენთანაც დროზე არის საჭირო გონს მოეგნონ და დაიწყონ ქარხნებისა და ფაბრიკების მშენებლობა ამის ფული და რესურსი გააჩნია ხელისუფლებას აბა რომ მიაქვს ბიძგო ეს იმაში სახში და ჩვენ ხედავთ ახლა აგერ ის ღოდაიჭიეს კაცო რა ქვია პრემიერ-მინისტრი სად იყავე მანამდე რა თუ ესე იმას შვებოდა ამ იმას ფულს ხვეტავდა და მიქონდა სახში მანამდე რა ანდა ეს რო გამოდიან და ესაო ამოდენა ესენი არისო ფასების ზრდა არისო ამაში სუპერმარკეტებშიო რა აქამდე არის წოდით ხო უნდა ყავდეს ის სპეციალური სამსახური რომელიც გააკონტროლებს ყოველ დღე თუ არა ყოველ კვირა მაინც გააკონტროლოს და გამოდის რომ ამდენი წლის მანძილზე ხელისუფლებაში იყავი და ეგ არის ოდი ძალიან მთელმა ერმა იცოდა ეს იმის ბრალია როცა ერის ინტერესები არაფრენად არ მიგაჩნია და არ გაინტერესებდა თუ ჩავარდით აი ესეთ მდგომარეობაში როგორც ირანშია მე თქვენ თავს დააბრალეთ თქვენ თავად და მე როგორც ვფიქრობ იქითგან მიგავთ ყველაფერი და დროზე მიხედეთ ბატონო იმას ეკონომიკას ჯობია დროზე დაიწყეთ საუბარი ქარხნებზე და ფაბრიკებზე და საშუალო ფენა არის საერთოდ ხელისუფლების თვის ძალა მასე უნდა იყოს
დავით აღმაშენებელმა ძლიერი რო გახადა სახელმწიფო გიორგი ბრწყინვალე თამარ მეფემ ვახტანგ გორგასალმა სულ ყველა ეყრდნობოდა საშუალო ფენას და არა ვიწრო წრეს. იქ არ ქონდათ იმათ ნეპოტიზმი და ისა ბიძაშვილი მამიდაშვილები მეგონია აღმაშენებელს სულ ყველა იმას აკრა თავები წააჭრა. იმიტომ რომ სულ ყველას ესეთი მოთხოვნა ჰქონდა ჩვენ ვიყოთ კარგად და დანარჩენი ხალხი არ აინტერესებდათ. მასი არ იყო. ისინი იყო ნამდვილი ვაჟკაცები, ნამდვილი პატრიოტები, ვისაც უყვარდათ სამშობლო და გააძლიერეს კიდევაც თავისი ჭკუა გონებით, თავისი ინტელექტით იმ დროის საქართველო. მეზედაც ჩვენ ახლა სადღი გრძელვებს ვამბობთ ხოლოდ და განსაკუთრებით ისინი ამბობენ რა გვია სამთავრობო სექტორში ვინც არიან სამარცხვინო ეგენი რო ამბობენ. ხო იყოს ახლა დავით აღმაშენებელი ცოცხალი და გიორგი ბრწყინვალე თავებს დააყრევინებდა მაგათ. იმიტომ ყალბისულები არიან. არ უნდა იყო. ჯობია ცოტა იცოცხლო და ნახცი იცოცხლო. და ნამდვილი საქმე აკეთო. ვიდრე 1000 წელი იცხოვრო და ფრთხილის ფასი იყო შენი ცხოვრება. ამით არის ეს ქაოსური მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს და შეიცვლება როცა დაიწყებთ საუბარს და ამ საუბარს მოყვება საქმე. საქმე ეს არის ეკონომიკური სიძლიერე, თორე ეს ჯაჭვური რეაქცია იქნება მოედება მთელ ახლო აღმოსავლეთსაც და შუა აზიასაც და მე როგორც ვთქვი წინა იმაში რგოლებში საჰაერო სივრცესაც დაკეტავენ, იტყვიან რომ არ ჭირდება ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, არ ვიცით ახლა ეგ სურსათსანოვაგია თუ იარაღია, ხო უნდა მიხვდეს ადამიანი რა, ხო უნდა იაზრონოთ კაცო. ჩაგიკეტავენ, სახმელეთო ჩაკეტილი იქნება და საჰაეროს და საიდან მოიტანთ მე ამ სურსათსანოვაგს. რამდენი ექნება თამათ მარაკი? აჰა, 2 თვე, 3 თვე შეიძლება მაგდენიც არ აქვს. აი ეს საშიშროებაა ჩვენთან. იმიტომ რომ ესეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ იმას კი არ დაამშვიდებენ და დააწყნარებენ. პირიქით წავა აგერი ივნისის, მაისის ამბები, ხო ხედავთ როგორ გაგრძელდა აგერა. მოგეკითხა ადამიანებისათვის არა კაცო, ყველაფერი კარგად იქნება. რა კარგად იქნება, ებსკერისკენ მიდის საქმე. ესეთი არასახარბიელო და არასასურველი მდგომარეობა და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან გონივრულად. არანაირი მხარეების დაჭერება ჩვენ არ გამოგვადგება. გამოდიან ზოგი იმას უჭერს ხარ, ზოგი ამას უჭერს, ზოგი ის უხარია, ზოგს ეს უხარია, რა გიხარია რაც შენ ქვეყანას მიხედე. ყველაზე მთავარი ეგ არის. სასიხარულო რა არის. ის talqa თუ წამოვიდა ყველა შემოგვივარდება აი აქ. მე შენ გეტყვი და ვინმე საზღვარს დაიცავს თუ რა აგერი შუა გულიმაში უნდათ კაცო თბილისში არაბული ქალაქების აშენება. ახლა მით უმეტეს შეიძლება რაღაც წარმოგიდგენიათ აქ ისა მუსულმანური სივრცის შექმნა. იქ რო დააპირისპირონ მერე კიდევ რა იცი რა მოხდება კიდე იქ. ამ ეკონომიური მასს რას მოაყოლებენ შიგნით, კაცმა არ იცის. იქნება რელიგიური დაპირისპირებაც მოახდინონ იქ ხელოვნურად უკვე. სხვადასხვა ძალები იმუშავებს. ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენთვის ყველაზე ძალიან სახიფათო და საშიშროებადი ასე რო ვთქვა და ძალიან ძლიერ ვითარებაში ჩაგვაყენებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან გონივრულად. მე რასაც ვაგვირდები, ვერაფერ გონიერებას ვერ ატყობ, საერთოდ ქაოსი მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა. აი ეს არის ჩემი დღესდღეობით არასახარბიელო მდგომარეობა და იმიტომ ჩავწერე ეს ვიდეო. და მთავარ ამოცანად მიმაჩნია კიდევ და კიდევ ეკონომიკის ამოქმედება და გვიანია, მაგრამ ჯობია ვიდრე გვიანო, ვიდრე არასდროსო და აქედან მაინც დავიწყოთ სრულად და მარაგი გააკეთო, შემოიტანო რაც შეიძლება. ყველაფერი გაიღონო. თანხები რომ მარაგის სულსათსანოვაგის მარაგი შემოიტანო.
აბა დროებით